მეგობრებო, სიყვარულზე, სულიერ მდგომარეობაზე, რატო უგზნობთ ადამიანები ცუდად თავს, ხო? ხშირად გონია, რომ რაღაც პირველი შეცდომა, რასაც ვუშვებდი ხოლმე, მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ჩემი მდგომარეობა, ჩემი კარგად ყოფნა, ცუდად ყოფნა დამოკიდებული იყო ჩემს ცხოვრებაში მოვლენებზე, სხვადასხვა ადამიანებზე, ნივთებზე, თუ ასე შემდეგ, ანუ გარეგან რაღაცებზე, რაშიც ძალიან ვცდებოდი. აბსოლუტურად არაფერი შუაში არ არის, გარეთ რა ხდება. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ჩემს ხედვაზე, მე როგორ ვუდგები ამა თუ იმ მოვლენებს. რა გრძნობას ვატარებ ძირითადად ჩემს შიგნით. ძირითადად თუ ჩვენი გონება მოცულია საინფორმაციო საშუალებებით, ასევე პოსტებით, სადაც ხშირად ჩვენს გონებას ესმის მოკლეს, დაჭრეს, ჩხუბი, მუქარაშური და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში გაუცნობიერებლად ჩვენი გონება ამაზე ფიქრობს. და შესაბამისად, თუ მე ხშირად ჩემს თავში მიტრიალებს ის აზრები, რაც შემოუშვი ჩემს გონებაში, ავტომატურად ამას მოჰყვება დაბალი გრძნობები, შიში დარდი, ბრაზი, წყენა, შური, რომელიც შესაბამისად გვამყოფებს ცუდად. ყველაფერი წამოსულია ჩვენი სულიერი მდგომარეობიდან. თუ რა გრძნობას ვატარებ მე ძირითადად სულში. და მე თუ განვიცდი მადლიერებას, თუ განვიცდი სიხარულს, თუ განვიცდი სიყვარულს, შესაბამისად ჩემი მდგომარეობა არის ამაღლებული და კარგად ვგრძნობ თავს. ეხლა როგორ ხო, სიტყვაზე კარგი გავაცნობიერე, ვუყურე ამ ვიდეოს, გამიჩნდა სურვილი, რომ ძირითადად ვიმყოფებოდე ამ ამაღლებულ გრძნობებში, როგორ გავაკეთო ეს, ხო? არ არის მარტივი ამბავი, მე ხვალ ვიავდგი და გადავიდე რაღაც სიყვარულის გრძნობაში, ხო, მადლიერების გრძნობაში. ანუ ეს იმდენად ჩავკირეთ ჩვენი გული, ჩვენი გატარებული ცხოვრებით, რომ ძალიან რთულია ამის გაღვივება. ეს არ დაგვიკვარგავს არსად, არც ეს გრძნობები, უბრალოდ არის მიძინებული, რომელსაც სჭირდება გამოგვიძება და განვითარება. ეს თავისით არ მოვა, არ დაგვეცემა რაღაცა მოვლენა, და გაგვიგვიძებს ამ გრძნობას. ესეთი მოვლენები შეიძლება რაღაცა ორჯერ თუ სამჯერ გქონდეს ცხოვრებაში, ხო? ან წელიწადში ერთხელ დაბადების დღე, ან რაღაცა აგვიანის ქორწილი, ან ასე შემდეგ. და თუ ამას ველოდეთ რეალურად, რომ ამ დროს გავიხარებთ და ამ დროს ვიგრძნობთ სიყვარულს და ან თუ რაღაცა საუკეთესო მანქანა შევიძენთ და ამ დროს გაგვიჩნდება მადლიერება, გამოდის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თითზე ჩამოსათვლელად უნდა ვიგრძნოთ თავი კარგად. არა, ნებისმიერ დროს, დღეს შეგვიძლია, რომ ამ გრძნობებით ვიყოთ სავსე. ამას უბრალოდ ჭირდება დაპრაქტიკება, გარკვეული რაღაცა მეთოდების და ეს დროთა განმავლობაში ხდება ჩვენი ჩვეულებრივი მდგომარეობა, სიყვარულის მდგომარეობა ხდება ჩვეულებრივი მდგომარეობა. ამას არ ჭირდება რაღაცა მიზეზი, რომ აუცილებლად რაღაცა ანჯელინა ჯოლი უნდა ჩამოვიდეს, შემიყვარდეს, რომ მე თავი ვიგრძნო სიყვარულში, ან სიტყვაზე რამდენიმე წლის უნახავი შვილი ვნახო და გამიჩნდეს სიყვარული. არა, ყოველდღიურად მე შემიძლია ვგრძნობდე ამას, უბრალოდ ადამიანებთან შეხვედრით, ჩახუტებით, თქმით ადამიანებზე მიყვარხარ,
და ასე შემდეგ, ხო? არის მადლიერების პრაქტიკები დილა საღამოს, რომელიც ხელს უწყობს ასევე მადლიერების გრძნობის გამოღვიძებას, რომელსაც ეძახიან სულის ანტიბიოტიკს და სრულიად ვეთანხმები ამას. სიხარულის გრძნობას რაც შეეხება დღის განმავლობაში 1000 ჯერ შეგვიძლია რომ გავიხაროთ ნებისმიერი ჩვენი დასრულებული საქმის მერე თუ ადამიანებთან შეხვედრის მერე თუ გარკვეული რაღაცა ამოცანების გადაჭრის მერე ეს უბრალოდ უნდა ავღნიშნო ხოლმე თავში სახელი დავარქვა და თქვა რომ მიხარია რომ ეს შევასრულე დღის ბოლოს მიხარია რომ ეს რაღაც ამოცანები შევასრულე რატომაც არა ეს პატარა რაღაცები გვიღვივებენ ჩვენ სულიერებაში იმ გზნობებს, რაც რეალურად შემდეგ გვამყოფებს კარგად. ეს თავიდან მქონდა მოლოდინი რომ ამ ყველაფერის თავიდან ვიგრძნობდი, რა თქმა უნდა ვერ გრძნობდი, უბრალოდ ვაკეთებდი პრაქტიკას, ვითომ უნდა გრძნობდი მადლიერებას, ვითომ უნდა გრძნობდი სიყვარულს, ვითომ გრძნობდი სიხარულს და უკვე მოქმედებიდან წამოვიდა ეს გზნობები, ეს იყო მიმართულება, რომ მე მინდა ვიგრძნო ეს. ღმერთს ყოველდღიურად ვთხოვდი, რომ მე მიმეღო ეს გზნობები. ყოველდღე წერდი ადამიანებს მიყვარხარ, ყოველდღე ვეხუტებოდი ადამიანებს, ვეუბნებოდი მიყვარხარ. მეუღლეს შვილს სადაც მეძლეოდა საშუალება და მეძლევა საშუალება, დღესაც ამას ვაკეთებ. აუცილებლად ხმარობ სიტყვას მიყვარხარ. ჩემ ცხოველებს ვეუბნები მიყვარხარ. შეიძლება უცხო ადამიანებსაც პოსტებში დაუწერო მიყვარხარ. და თავიდან გადასალახი იყო ეს ჩემ ეგოს ეუცნაურა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებთ ხოლმე იმ ადამიანისგან გარკვეულ რეაქციას, ხო? ჩვენ ესეთ უცნაურ მოქმედებაზე არ აქვს მნიშვნელობა, რას იფიქრებს ეს ადამიანი, ამას მიიღებს თუ არ მიიღებს, პირველ რიგში ამას მე ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემში გავაღვივო ეს სიყვარულის გზნობა და ეს არის ენერგია, რომელიც უბრალოდ კარგად მაგზნობინებს თავს, მეტი არაფერი და ეს სიტყვიდან მოდის. ეს მოდის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიდან, რომელსაც შენთება ჭირდება და შესაბამისად ეს ენერგია უკვე ხდება ჩვეულებრივი მდგომარეობა ჩვენი. ხათაშორის ეს სიტყვა მიყვარხარ, ერთ-ერთი ორგანიზაცია მასწავლა, სადაც ჯადოსნური რაღაცები ხდება რეალურად და მივხვდი რომ მთავარი არა მარტო სიტყვა მიყვარხარ, მთელი სულიერი მუშაობა მიდის ამ ორგანიზაციაში სულიერი ზრდისთვის, მაგრამ მთავარი რაც დავიჭირე რეალურად ამ პროგრამაში არის სიტყვა მიყვარხარ, სადაც ადამიანები ორგანიზაციის წევრები ერთმანეთს ყოველ შეხვედრაზე, ყოველ გაზიარებაზე ვეუბნებით მიყვარხარ და მჭირდები. რაც პირდაპირ სულის მკურნალია, პირდაპირ სულის ელექსირია. მიყვარხართ ყველანი, მადლობა რომ ხართ და დაწყვეტთ, მიყვარხართ.